სკანდალური მიმოწერა სოციალურ ქსელ Facebook-ის ინტერნეტ გვერდზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი რესპუბლიკური პარტიის წევრს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. გიორგი გამსახურდიას გაღიზიანება პაატა ზაქარეიშვილის ცხინვალში ვიზიტმა და ედუარდ კოკოიჩთან შეხვედრამ გამოიწვია. აპირებს თუ არა ზაქარეიშვილი პასუხი მოთხოვას გამსახურდიას და რასაც ხადებს თავად სკანდალური ინტერნეტ გზავნილების ავტორი ზურა ხვისტანიკი ამბობს. რესპუბლიკური პარტიის წევრის პაატა ზაქარეიშვილის ცხინვალურმა ვოიაჟმა და ოკუპანტური ხელისუფლების ლიდერ ედუარდ კოკოიჩთან შეხვედრამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია გააღიზიანა. საკუთარი მოსაზრება ზაქარეიშვილს გამსახურდიამ ინტერნეტ გვერდ Facebook-ის მეშვეობით შეატყობინა. გამსახურდიას გზავნილს ჩვენ უკომენტაროდ გთავაზობთ. ზაქარეიშვილმა გამსახურდიას შეურაცხმყოფელ გზავნილს 2 დღეში უპასუხა, ხოლო მიმოწერის დეტალები ქართულ მედიას შეატყობინა. მაგარი ხარ, ბრავო. შენის ნებართვით ამ ინტელექტის ნაჯურს გავავრცელებ მთელს ინტერნეტ საზოგადოებაში. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა სიღრმეები შეიძლება მოიცვას გენეტიკურმა დეგრადაციამ. ის რომ მსგავსი მიმოწერა მართლაც შედგა, ამას არც ზაქარეიშვილი და არც გამსახურდია უარყოფენ. ჩვენთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილი გამსახურდიას საქციელს ამაზრზენს უწოდებს და შეურაცხყოფად არ მიიჩნევს. ჩემს Facebook-ზე შემოვიდა მისგან შეტყობინება ძალიან ბილწი და უწვაწორი ესეთი და ამას ვადასტურებ და შემდეგ გაჩვენკიდევაც SMAC გვერდზე, სადაც აშკარად მისი გვარის სახელით, მისი სურათით გამოგზავნილი არის წერილი. მე მასთან არაფერს ერთვა არ მაქვს და არც ვაპირებ მასთან არაფერ უცნობებს დამყარებას. გიორგი გამსახურდიას ქრონიკამ იმ მიზეზებზე სთხოვა კომენტარის გაკეთება, რამაც ზაქარეიშვილისთვის შეურაცხმყოფელი გზავნილის მიწერა გადააწყვეტინა. გამსახურდია მიიჩნევს, რომ ზაქარეიშვილი ედუარდ კოკოიჩთან შეხვედრის შემდეგ წესით პროკურატურაში ჩვენებას უნდა იძლეოდეს. ჩემი აზრით პაატა ზაქარეიშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, პეტრე მამრაძე უნდა იჯდნენ გენერალური პროკურატურის მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ერთ-ერთ სამუშაო ოთახში და უნდა აძლევდნენ ჩვენებას გამომძიებელს კონკრეტულ დანაშაულზე. ესენი არიან ტიპიური მიხა ცხაკაიები და სერგო ორჯონიკიძეები. მეტი არაფერი რა. კითხვაზე მისაღებია თუ არა საზოგადოებისთვის ქართველი პოლიტიკოსების ცხინვალში ჩასვლა და ოკუპანტური ხელისუფლების ლიდერებთან საუბარი, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მისი და კოკოიჩის შეხვედრებით ქართული საზოგადოება აღბრთოვანებულია. თუმცა გამსახურდიას საპირისპირო მოსაზრება აქვს. ის ზაქარეიშვილს და მისი საქციელის მომწონებელ ხალხს მოღალატეებად მიიჩნევს. მე საზოგადოებიდან არ მიგზნია, მე დავდივარ ქუჩაში მას შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი ხდება, უცნობი ადამიანები, ხელსმართებიანი და მადლობას მეუბნებიან. ძალიან ბევრი SMS-ები მივიღე, ძალიან ბევრი იმეილის წერილები მივიღე, ზარები, როგორც ნაცნობებიდან, ის უცნობებიდან და ყველა ამბობს აღტაცებული არიან იმით, რომ ჩვენ რაღაც ნაბიჯი გადავდგით. ალბათ გულისხმობს, რა ვიცი, თავისნაირ ტვინ მოღრეცილ რენეგატ ადამიანებს და იმ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი, აზია საუბარი არის ღირებული თემები, რომელიც არის საერთო და ეს ქვეყანა არის ჩვენი, მაგრამ ამისი განცდა არ აქვს მას. გიორგი გამსახურდიას მონაწილეობით ეს უკვე მეორე სკანდალური დაპირისპირებაა. ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ ჯონდი ბაღათურიასა და გამსახურდიას სატელეფონო საუბრის დეტალები შეიტყო. მაშინ გამსახურდია ბაღათურიასგან ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირების შეწყვეტას მოითხოვდა. ჯონდი, ხო? ვიცი აბსოლუტურად ყველაფერი. ხო. სადა როგორ და რანაირად. სადა როგორ და რანაირად. რათა ზვიად გამსახურდიას სახელის. ხო. აპელირებას. ხო. თუ თავს არ დაანებეთ. ხო. ჩათვალე რომ შენ მომისმენე რა გეტყვით? შენ კოსტიუმს იტირებენ, შენ რა უნდა მოგისმინო? რა უნდა მოგისმინო? აი შენ პატრონს ბიჭო. გიორგი გამსახურდია და პაატა ზაქარეიშვილი დაპირისპირების გაღრმავებას არ აპირებენ, თუმცა სკანდალური ინტერნეტ მიმოწერის მონაწილეები კვლავ საკუთარ პოზიციაზე რჩებიან.